საქართველოს რკინიგზაში მასშტაბური მოდერნიზაციის ეტაპი იწყება. რაც გულისხმობს პროექტი, ამ და სხვა თემებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. საქართველოს რკინიგზაში ოპტიმიზაციის შედეგად ჯამურად 230 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ბოლო 1 წლის განმავლობაში კომპანიის წმინდა მოგება 30%-მდე გაიზარდა. ყველა შემთხვევაში ანაკლიის პორტი აშენდება. პრემიერი კობახიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო ინვესტორთან მოლაპარაკებებზეა კონცენტრირებული. საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ხალხი დაერწმუნებინა, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება ევროკავშირის კანდიდატობის არცერთ კრიტერიუმს აღარ აკმაყოფილებს. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო. ფულის გათეთრებისთვის სებისმიერ დაწესებული ჯარიმები გასულ წელს გაათმამდა და 9,6 მილიონი ლარი შეადგინა. მოგესალმებით, ეს BMG-ა რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო. საქმიან ამბებს BMG-ის გუნდთან ერთად ელინე გოგბერაშვილი წარმოგიდგენთ. საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურა და მოძრავი შემადგენლობა განახლდება. სახელმწიფო კომპანია 50-მდე ლოკომოტივის და 1500 ვაგონის შეძენას გეგმავს. ამასთან მიმდინარეობს ახალი ინსტრუქციების დანერგვა, რაც სატვირთო მატარებლებზე გადაზიდვების მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდის. სიახლეებია სამგზავრო მიმართულებითაც. საქართველოს რკინიგზა 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვას გეგმავს. ამასთან მიმდინარეობს 5 სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი და სამგზავრო სადგურებისა და ბაქნების რეაბილიტაცია. განახლების გეგმა დღეს საქართველოს რკინიგზამ სამთავრობო გუნდთან ერთად ოფიციალურ პრეზენტაციაზე წარადგინა. რაც შეცვლის დაგეგმილი პროექტები რკინიგზის ოპერირებაში. უფრო მეტ დეტალს ეკა გაზდელიანი გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება ეკა გისმით. მოგესალმები ელენე, დაგეგმილ პროექტებს ისტორიულ განახლებას უწოდებს მთავრობა, რაც მათივე შეფასებით რამაც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალი უნდა გააუმჯობესოს. 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება რკინიგზის ინფრასტრუქტურასა და მოძრავ შემადგენლობაში 2026 და 28 წლებში. და ამ გეგმაში შედის სავაგონო პარკის გაზრდა, ლოკომოტივების განახლება, სამგზავრო მიმართულებების განახლება და სრულიად ახალი მატარებლების შესყიდვა და ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც, ხოლო ჯამში 10 წლიანი გეგმით, როგორც რკინიგზის ხელმძღვანელმა გვითხრა, ჯამში 1,7 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამ ცვლილებების ფარგლებში 16 ახალი სამგზავრო მიმართულება უნდა დაემატოს არსებულ რეისებს, მათ შორის უახლოეს პერიოდში ეს იქნება თბილისი-ქუთაისი და თბილისი-ახალციხის მიმართულება, ასევე რკინიგზით მგზავრობის დრო ითქვა, რომ საათნახევრით შემცირდება, რადგან სიჩქარეზე არსებული შეზღუდვები მოიხსნება. ჩვენ ასევე ვკითხეთ რკინიგზის ხელმძღვანელს, იგეგმება თუ არა რკინიგზაზე კერძო ოპერატორების დაშვებაც, თუმცა ამ ეტაპზე, როგორც აღმოჩნდა, ეს საკითხი არ განიხილება. კერძო ოპერატორების დაშვება შესაძლებელია განვიხილოთ, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ასე ვთქვათ, ჩვენ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე და ჩვენ სამეზობლოში ასეთი რამე პრაქტიკაში არ არის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამაზე ჩემი მხრიდან იყო რამოდენიმე დისკუსია და განხილვა რა თქმა უნდა შესაძლებელია. ლოკომოტივების ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადება, ვფიქრობთ, რომ ან მიმდინარე თვის ან შემდეგ თვის გამოვაცხადებთ ლოკომოტივების ტენდერს. ეს ტენდერი ტარდება სრულად სოფლიო ბანკის რეგულაციებით. და ბაზრის კვლევა რო ჩავატარეთ, საკმაოდ დიდი დაინტერესება არის როგორც ევროპული, ასევე აზიური ქვეყნებიდან. ჩვენ ვაგრძელებთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას. 2026 წლის აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმი, თბილისი-ახალციხის ძირითადი სარკინიგზო ხაზის სრული რეაბილიტაცია. შედეგად, ახალციხის მიმართულებით მგზავრობის დრო განახევრდება, ხოლო ბათუმის მიმართულებით კი შემცირდება დაახლოებით 4 საათამდე. პარალელურად ჩვენ უკვე გვაქვს დაწყებული ქვეყნის მასშტაბით ყველა ძირითადი სადგურის ეტაპობრივი განახლება. თუმცა ჩვენი მიზანი გაცილებით დიდია. ჩვენ ვიწყებთ საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებას, პროცესს, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის კომპანიას. აღინიშნა, რომ რკინიგზაში ოპტიმიზაციის შედეგად 230 მილიონი ლარი დაიზოგა, საოპერაციო და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან ერთად განხორციელდა საკადრო ოპტიმიზაციაც, გაფორმებული ხელშეკრულებები გადაიხედა და ჯამში 1000 თანამშრომელი გათავისუფლდა. ამავდროულად მთავრობა აცხადებს, რომ რკინიგზის ახალი მენეჯმენტის პირობებში ბოლო 1 წლის განმავლობაში კომპანიის წმინდა მოგებაც გაიზარდა 30%-მდე, რენტაბელობის კუთხითაც არსებობს გაუმჯობესება და პრეზენტაციაზე თქვეს, რომ საოპერაციო მოგების მარჟა 25-დან 26%-მდე გაიზარდა, ხოლო მთავარი სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა 30%-ით გაუმჯობესდა. განხორციელდა ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით, პირველ რიგში შევეხები კადრების ოპტიმიზაციას. საქართველოს რკინიგზაში შემცირდა 1000 საშტატო ერთეული.
რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი მაჩვენებელია, თუმცა ძალიან კარგად ჩანს თუ რა ტიპის ინსტიტუციური პრობლემები იყო საქართველოს რკინიგზაში. 1000 საშტატო ერთეულის შემცირების ფონზე გაუმჯობესდა მართვის ეფექტიანობა. ამ ყველაფრის შედეგად, ოპტიმიზაციის შედეგად, საქართველოს რკინიგზა წლიურ ჭრილში სოგავს 24 მილიონ ლარს. უნებრივია ეს არის ის თანხა, რაც ჩაბრუნდება ისევ და ისევ რკინიგზის განვითარებაში და შესაბამისად მოიმსახურება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. ასევე იყო არასწორი პრაქტიკა, არსებობდა შუამავალი კომპანიები. 10-ზე მეტ შუამავალ კომპანიაში გატანილი ბიზნეს პროცესები დაბრუნდა საქართველოს რკინიგზაში. ამ ყველაფრის შედეგად დაზოგილმა თანხებმა და დამატებითმა შემოსავალმა ჯამურად შეადგენა 18,9 მილიონი ლარი. გვაქვს 10 წლიანი სამოქმედო გეგმა, როგორც ჩანს, როგორც ხედავთ, ანუ ინვესტიცია საკმაოდ მოცულობითია. მაგრამ აი ეს გეგმა მთავრობასთან ჩართულობით ჩვენ შევიმუშავეთ და გარკვეული ნაწილი ამ ასე ვთქვათ მიმართულებებიდან უკვე დაწყებული გვაქვს. ამ ნაწილში მინდა ხაზი გაუსვა ანაკლიის სადგურამდე მისასვლელ სარკინიგზო ხაზს, რომელსაც ჩვენ უახლოეს პერიოდში უკვე დავასრულეთ პროექტირების ნაწილი და უახლოეს პერიოდში ვაპირებთ რომ დავიწყოთ ანაკლიის მისასვლელი 18 კილომეტრიანი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. ფაქტიურად ყველა მიმართულებაზე სატრანზიტო დროები განახევრდება. გაორმაგდება, ასე ვთქვათ, ტვირთების გამტარუნარიანობა. დღეს არსებული ჩვენი მოძრავი შემადგენლობიდან გამტარუნარიანობა არის 15 მილიონ ტონამდე. ამ გეგმის განხორციელების შემდეგ ჩვენ გვაორმაგებთ და ავდივართ 30 მილიონ ტონამდე და ყველა სამგზავრო მიმართულებაზე რეისები შემცირდება მინიმუმ 30%-ით. რაც შეეხება სატვირთო და სატრანზიტო მიმართულებას, რკინიგზაში აცხადებენ, რომ ქონის გადაკვეთის დრო ამ კუთხით 20%-ით შემცირდა, პროგრესია გაციფრულების კუთხითაც, ჩინეთთან, ყაზახეთსა და აზერბაიჯანთან თანამშრომლობით საზღვაო პროცედურების დრო აქაც შემცირებულია, როგორც გითხრეს, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შემდეგ, ვინაიდან დერეფანში გაზრდილია ტვირთნაკადებით, სამთავრობო გუნდში აცხადებენ, რომ აზიის ქვეყნებთან ერთად შუა დერეფანი გლობალური ვაჭრობის კონკურენტუნარიან ალტერნატივად ყალიბდება. მადლობა ეკა გაზდელიანს უსმენდით პირდაპირ ეთერში. ყველა შემთხვევაში ანაკლიის პორტი აშენდება. პრემიერი კობახიძე BMG-ს კითხვის პასუხად აცხადებს, რომ სახელმწიფო კონცენტრირებულია ინვესტორთან მოლაპარაკებებზე, თუმცა მთავრობა ნებისმიერ შემთხვევაში განახორციელებს აღნიშნულ პროექტს. ჩვენ კონცენტრირებული ვართ ინვესტორზე, ანაკლიის პორტი აშენდება და სახელმწიფო მაქსიმალურ სარგებელს და მოგებას მიიღებს ამ პროექტიდან. დანარჩენი დეტალები დაზუსტდება. ყველა შემთხვევაში ანაკლია აშენდება ვადებში და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციების განვითარებას, განაცხადა ირაკლი კობახიძე. შეგახსენებთ 2024 წლის მაისში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ ჩინური სახელმწიფო კონსორციუმი CCCC დასახელდა. მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ პროექტთან საინვესტიციო შეთანხმება საკითხების დაზუსტების შემდეგ უახლოეს დღეებში გაფორმდებოდა, თუმცა უკვე თითქმის 2 წელი გავიდა და ამ დრომდე ჩინურ კონსორციუმთან საინვესტიციო შეთანხმება გაფორმებული არ არის. პრემიერს ასევე ვკითხეთ ფოთის პორტის გაფართოების გაჭიანურებულ პროექტთან დაკავშირებითაც კობახიძემ მხოლოდ იმას ამბობს, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას ეხება, განვითარდება, მათ შორის ფოთისა და ანაკლიის პორტები. ჩვენ კონცენტრირებული ვართ, რა თქმა უნდა, ინვესტორზე. თავარი არის ერთი რამ, რომ ანაკლიის პორტი აშენდება და სახელმწიფო მიიღებს მაქსიმალურად შესაძლებლობის მაქსიმუმ მოგებას ამ პროექტიდან და ჩვენი დეტალები, რა თქმა უნდა, დაზუსტება მოგვიანებით. ჩვენ კონცენტრირებული ვართ ინვესტორთან მოლაპარაკებებზე. ყველა შემთხვევაში ანაკლია აშენდება სათანადო ვადებში და მოემსახურება, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შემდგომ განვითარებას. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ინფლაციის სტაბილურობისთვის ყველა ზომა იქნება მიღებული და ამისთვის მთავრობა სხვადასხვა სტრუქტურასთან, მათ შორის ეროვნულ ბანკთანაც მუშაობს. ყველა ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ ინფლაციური პროცესები სტაბილურად გაგრძელდეს. ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია. ჩვენ უნდა მართოთ ინფლაციური პროცესები, რაზედაც მუშაობთ ყველა სტრუქტურასთან, განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, აპრილში ინფლაციის დონემ ბოლო 2 წლის მაქსიმუმს მიაღწია და ძირითადად საწვავის გაძვირების გავლენით სამხმარებლო ფასების დონე 5.19% გახდა.
2025 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1.7 მილიარდი ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან 1.15 მილიარდ ლართან შედარებით 48%-ით მეტია. სებმა 2025 წელს ცენტრალურ ბიუჯეტში საკუთარი მოგებიდან 571.9 მილიონი ლარი გადარიცხა, მაშინ როცა 2024 წელს მთავრობისთვის გადარიცხული დივიდენდი 302.8 მილიონი ლარი იყო. ეროვნული ბანკის ფინანსური შედეგების შესახებ ცნობილი სებისმიერ პარლამენტისთვის წარდგენილი 2025 წლის ანგარიშიდან ხდება. დოკუმენტის თანახმად გასულ წელს სების წმინდა მოგების ზრდა დაკავშირებულია უცხოური ვალუტით და მონეტარული ოქროთი განხორციელებული ოპერაციებიდან მიღებულ მოგებასთან, რამაც 2025 წელს 879 მილიონი ლარი შეადგინა. 2024 წელს კი ამ მიმართულებით აღრიცხული მოგება 447 მილიონი ლარი იყო. როგორც ცნობილია, 2024 წლის მარტში სებმა 500 მილიონი დოლარის მონეტარული ოქრო იყიდა, რომლის ღირებულებაც 2025 წლის დეკემბერში, ანუ ფინანსური ანგარიშის მომზადებისას და წლიური მოგების დათვლისას 1 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ეს ნახაკი სწორედ ამ ოპერაციის მოგებაში აისახა. ამჟამად კი აღნიშნული ოქროს ღირებულება 1.6 მილიონი დოლარია. ასევე გაზრდილია სების სხვა შემოსავლის წყაროები, სამაგიეროდ შემცირდა ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და გაიზარდა სების მთლიანი საპროცენტო ხარჯები. ასეთი იყო საქმიანი ამბები ამ დროისთვის. განახლებული ინფორმაციით BMG TV-ზე 15 საათსა და 30 წუთზე დაუბრუნდებით დროებით.